ეთერში ქართულ საკონდიტრო ბაზარზე რამდენიმე წლის წინ ახალ გამოჩენილ მოთამაშეზე გიყვებით, სახელწოდებით გამოს, რომელმაც თავისი ხელწერით და გამორჩეული ნიშით თავი მალევე დაიბკვიდრა ბაზარზე და კომპანია სხვა შორის ამბობენ იმასაც, რომ მათი წარმატება არა უბრალოდ მასშტაბის, არამედ დეტალების, კრეატიული რეცეპტების, უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებისა და ასევე მომხმარებელთან უშუალო კავშირის დამსახურება, რაც ქმნის იმ ფუნდამენტს, რომელზეც აგერ უკვე 6 წელია გამოს ისტორია შენდება. ნინო შოშიაშვილი ბრენდის დამფუძნებელი გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში, რომელიც ტკბილეულის მოყვარულებს და არა მხოლოდ ბიზნესის წარმატების ისტორიას გაგიზიარებთ. ნინო, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და სტუმრობისთვის და ჩვენთან არ ყოფილხართ, პირველად ხართ და მოდი რაღაცა პრეზენტაციაც მოვაწყოთ ამ ყველაფრის, რომ შევაჯამოთ ეს 6 წელი. მათ შორის რაღაცა პანდემიური პერიოდის მოგიწევთ, ბევრი სირთულეც იქნებოდა, ბევრი წარმატებაც იქნებოდა განვითარების ეტაპები. როგორი იყო ეს 6 წელი ზოგადად, რა ამბიციით გამოჩნდით თავის დროზე ბაზარზე და შემდეგ უკვე როგორ დაიწყო ბრენდმა განვითარება და გაფართოება? პირველ რიგში დიდ მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის. რაც შეეხება ამ 6 წელს, მინდა გითხრათ, რომ იყო ძალიან რთული, მაგრამ ამავე დროს საინტერესო და ესე ვთქვათ, გამოწვევებით სავსე და ისე გავიდა, რომ მე პირადად ვერ გრძნობ, გონია, რომ რაღაც გუშინ დავიწყე ეს საქმიანობა და რომ დავფიქრდები ხოლმე და 2019 წლის ბოლოს დავიწყე, ძალიან მეთუნეც მიკვირს ხოლმე მართლა ისე გარბის წლები, რომ ვერ გრძნობ. როგორ დაიწყეთ? მასშტაბი არ იყო თავიდანვე ძალიან დიდი. არა, მასშტაბი ძალიან პატარა იყო, იმიტომ რომ მე დავიწყე სახლიდან მუშაობა, დავიწყე იმ ინგრედიენტებით, რაც სახლში მომეპოვებოდა და არც საკონდიტრო სფეროში არ მქონდა მაშინ გამოცდილება, უბრალოდ მოყვარულის დონეზე სახლში რაღაცებს ვაცხობდი, ვამზადებდი და მიყვარდა სამზარეულოში ტკბილეულის მომზადება და არც ბიზნესში არ მქონდა, არც ონლაინ გაყიდვებში და გადავწყვიტე, რომ ეს პროდუქტი ონლაინ გამეყიდა. თავიდან დაიწყო გაყიდვები, ვერ ვიტყვი ახლა ძალიან ესეთ გრანდიოზულად იზრდებოდა პირველ ეტაპებზე, მაგრამ შემდეგ უკვე მეც რაღაც გამოცდილებები შევიძინე, დავიხვეწე, განვითარდი და ეხლა უკვე ვფიქრობ, რომ აი რაც წარმომედგინა 6 წლის წინ, აი დაახლოებით ნელ-ნელა ვაღწევ იმას, მაგრამ წარმომედგინა რომ უფრო მალე მივაღწევდი. მაგალითად 1 ან 2 წელიწადში, მაგრამ ეს ვთქვათ პატარა ნაბიჯებით მომიწია ამ გზის გავლა, თუმცა არ ვარ უკმაყოფილო, იმიტომ რომ სამაგიეროდ უფრო თავდაჯერებული ვარ და გააზრებულად მიდის კომპანიის ზრდა და არ მოხდა ჩემ შემთხვევაში უცებ არ მოხდა მასშტაბირება, რაც ხშირ შემთხვევაში შეიძლება ეს ვთქვათ კომპანიისთვის საზარალოც იყოს, იმიტომ რომ ძალიან სტაბილურად მოხდა ყველაფერი. ალბათ ჩემი ხასიათიდან გამომდინარეც არის ეს, რომ აი ზუსტად მე როგორც ვარ, აი ისე ვითარდება კომპანია იმ ტემპებით და იმ ეს ვთქვათ ამასობაში გახსენით საწარმოც? კი. საბურთალოზე. როგორ ოპერირებს ეს საწარმო და ზოგადად რამდენად გაიზარდა და გაფართოვდა ასორტიმენტიც მათ შორის იმ პროდუქციის, რომელიც უკვე შედის თქვენს პორტფელიოში? მე პირადად რო ვფიქრობ, მგონია ხოლმე, რომ ძალიან დიდად არ გაფართოებულა, მაგრამ როგორც ჩემი ეს თქვა გარშემოყოფები და ჩემი მეგობრები სუმევნოა, რომ ვა, ესეც დაამატე, რაღაც როგორ გაიზარდა და იმიტომ რომ მე თავიდანვე მქონდა ეს ყველაფერი თავში ჩადებული და რაღაცა გააზრებულად მქონდა და უბრალოდ მომხმარებელთან როცა მივიდა უკვე ეს მაშინ იგრძნობა ეს თქვა დამატება ამ პროდუქტების და ძალიან ბევრი პროდუქტი დავამატეთ რეალურად. რას თავაზობთ? ამ ეტაპზე ვთავაზობთ ჯინჯერის ორცხობილებს, რომელიც არის ჩვენი ძირითადი მიმართულება, რომ ეს ორცხობილები იხატება ხელის და სწორედ ამიტომ არიან უნიკალურები და განსაკუთრებულები. გარდა ამისა, გვაქვს მოსახატი ბოქსები ბავშვებისთვის, სახლებიც, მათ შორის ასაწყობი, რომელიც ძალიან პოპულარულია დღესასწაულებში და ასევე მე მინდა რომ განმოვითარო ის მიმართულება, რომ ადამიანებმა არა მხოლოდ დააგემოვნონ ტკბილეული და ამით მიიღონ სიამოვნება, არამედ პროცესით, იმიტომ რომ ჩვენი პროდუქტის მომზადების შემთხვევაში აი პროცესი არის ყველაზე სასიამოვნო. თავით შეუძლიათ ჩაერთონ მომხმარებლებს დიახ, მასტერკლასები გვაქვს ამისთვის და ასევე ბოქსები გვაქვს, თუ მასტერკლასზე ვერ მოდიან, ანუ შეუძლიათ ბოქსი შეიძინონ და სახლში მოხატონ. გარდა ამისა დავამატეთ ახლა ლოლიპოპები, ანუ იგივე მამალოები, ოღონდ ეს პრინტიანები აუცილებლად ბავშვებისთვის სახალისო რო იყოს, ფერადი, მაფინები გვაქვს სხვადასხვა, ანუ ძირითადად ყველაფერი არის ეს გაფორმებული, გალამაზებული, რაც ბავშვებისთვის რო იყოს. ანუ სეგმენტი არის ცალსახად მცირე ახლა ყველაზე ბოლო სიახლე არის მარშმელოუს ზეფირის თაიგულები, რომელიც ასევე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, აი ხა ზუსტად კადრში შემოვიდა და
შოკოლადის წარმოებაც მინდა რომ დავიწყო. ასევე ძალიან ვამაყობ ჩვენი პასკებით და შარშან დავამატეთ საშობაოდ შტოლენი და გურული ღვეზელიც. კი, ანუ ნელ-ნელა ვეპარები სხვა ხაზებსაც, ანუ აურცხობილების ხაზს გავცდი და ასე ვთქვათ, ნელ-ნელა სხვა მაშინ თან რაღაცნაირი ისეთი პროდუქტები ჩამოთვალეთ, რომ ბიზნეს რაც უზრუნველყოფს ბიზნესის 4-ვე სეზონზე აქტუალურობას და მოთხოვნადობას. ხო, იმ გაზაფხულიც არის, ახალწლო პერიოდიც ხადია დატვირთული და ასე შემდეგ. რამდენად მზარდი არის ამასობაში მოთხოვნა და ძირითადად ვისგან არის ეს მოთხოვნა? მათ შორის, როგორც ვიცი, ამასობაში B2B თანამშრომლობასაც აქტიურად ავითარებთ და საცალო გაყიდვებიც ძალიან საინტერესოა ჩვენთვის და წარმადობის მაჩვენებელი დაახლოებით რამდენ ერთეულზე არის საუბარი და შემდეგ გადავინაცვლოთ უკვე B2B-ს. ძალიან მზარდი არის მოთხოვნა, იმიტომ რომ თავდა როდესაც ვიწყებდი ამ საქმიანობას, ადამიანები ვერც კი ხვდებოდნენ, ან ფესტივალებზე ესეთ გაყიდვების წერტილებზე რო გავდიოდი, რა იყო, ეგონათ მაგნიტი, სუვენირი და ეხა კი ყველა ხდება უკვე საჭმელი, ყველა მიცის თუ რა არის, რა პროდუქტია. უბრალოდ მოთხოვნასთან ერთად იზრდება კონკურენციაც. და ანუ თითქმის ყველა საკონდიტრო უკვე ადრე თუ არა წარმოებდნენ, ეხა მივხვდნენ რომ პროდუქტი მოთხოვნადია და დღესასწაულის წინა პერიოდში მაინც აწარმოებენ ამ პროდუქტს. რაც შეეხება B2B-ს განვითარებას, ასე ვთქვათ, გაყიდვის წერტილები გვაქვს, სადაც სხვა გაყიდვის წერტილები ჩვენგან ასე ვთქვათ დამოუკიდებელ, სადაც შეგვაქვს ეს პროდუქტი და უფრო საბავშვო სეგმენტზე არის გათვლილი ბავშვთა გასართობი ცენტრები, კინოთეატრი, წეღანაც ვახსენე, მაღაზიები, საბავშვო მაღაზიები და იქ ასე ვთქვათ რეალიზაცია იქაც ხდება, იმიტომ რომ მომხმარებელთვის იყოს ხელმისაწვდომი არა მხოლოდ ჩვენთან და ონლაინ, არამედ სხვა წერტილებშიც. ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემი მიზანი იყო თავიდან რომ ამ პროდუქტის პოპულარიზაცია გამეკეთებინა საქართველოში და ნებისმიერ წერტილზე შეგვძლებოდა შეძენა. ვერ ვიტყვი რომ ხა მარტო მე მიმიცხვის პოპულარიზაციაში წვლილი, მაგრამ არა თუ პატარა წვლილი მიმიცხვის, იმიტომ რომ აი ისე განვითარდა გამოს, რომ შემდეგ ბევრი მიმდევარი გამოგვიჩნდა. გამოგვიჩნდა ასევე ადამიანები, რომლებსაც დაიწყეს ამ პროდუქტის წარმოება, მას შემდეგ რაც მაგალითად ჩემთან გემოვნეს ან გაიგეს ამ პროდუქტის შესახებ და ძალიან მახარებს ეს ყოველივე, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ჩემი მიზანი ნაწილობრივ მაინც მიღწეული არის. როგორი იყო ორი კვარტალი? მაშინ ამისთან მიხედვით შევაჭამოთ, რამდენად არის ზრდა, თუნდაც პროცენტულად უკვე გამოხატული წინა წელთან შედარებით? ზრდა ძირითადად ყოველ წელთან შედარებით გვაქვს დაახლოებით 20-30%. თუმცა აი დღესასწაულების პერიოდში ძალიან არაპროგნოზირებადი ზრდები გვაქვს ხოლმე და ამიტომ დიდი დისონანსებია ხოლმე უცებ შეიძლება რაღაც ძალიან ბევრი შეკვეთა შემოვიდეს. თუმცა გვაქვს ისეთი თვეებიც, როდესაც არ არის სეზონური თვეები. ნუ ამასაც უკვე შეგუებული ვარ და უკვე დავასტაბილურე, რომ იმ თვეებით, რომელიც უფრო ასე ვთქვათ, აქტიური თვეებია, დავაბალანსო შედარებით პასიური თვეები და ამ პასიურ თვეებში ჩვენ მევზადებით აქტიური თვეებისთვის გეგმავთ ეს ზაფხულის პერიოდი იყო. კი, ზაფხულის პერიოდი, თუმცა წელს ვერ ვიტყვი, წელს ზაფხულის პერიოდიც საკმაოდ აქტიური მქონდა სხვა წლებთან შედარებით. და ალბათ ზოგადად იმან რომ კომპანია გაიზარდა და მოთხოვნა გაიზარდა უკვე აი ეს ჩავარდნილი თვეებიც ასე თუ ისე ბალანსდება, იმიტომ რომ აი მომხმარებლის მთლიანი რაოდენობისგან გამომდინარე ხო, წლიურ ჭრილში ყოველ შემთხვევაში დადებითი დინამიკა რჩება საბოლოოდ სახეზე. დადებითი დინამიკა გვაქვს. ასევე როგორც ვიცი, დაფარვას უზრუნველყოფთ არა მხოლოდ თბილისის მასშტაბით და გითხარით თბილისში სად როგორ და რა ფორმებით ხართ წარმოდგენილი, არამედ რეგიონებშიც იშლებით და ნელ-ნელა აქაც უზრუნველყოფთ მიწოდებას. კი, ან მე ძალიან მინდა რომ რეგიონშიც მეტი პოპულარიზაცია გავუკეთო ამ პროდუქტს და ხელმისაწვდომი იყოს იმ ადამიანებისთვის, ვინც რეგიონში ცხოვრობენ. რაც შეეხება საცალო გაყიდვებს, ამ საკურიერო კომპანიებით ვაგზავნით შეკვეთებს და ძალიან მიხარია, რომ უკვე ბათუმის კავიაშიც იყიდება ჩვენი ორცხობილები, ბათუმის კავია სტაბილურად ვაწვით და თუ გამოჩნდებიან სურვილები B2B პარტნიორებისთვის ბათუმში ან სხვა დიდ ქალაქებში, სიამოვნებით ვითანამშრომლებთ ამ კუთხითაც. მაგრამ ძირითადად გაყიდვების წილი ალბათ მოდის დედაქალაქზე. ძირითადი როგორც მოსახლეობის და ასე ვთქვათ აქტიური შრომის უნარიანი ადამიანების და დასაქმებული ადამიანების წილი როგორც საქართველოში, როგორც უფრო თბილისზეა, შესაბამისად გაყიდვებიც უფრო დიდი არის თბილისზე. ეს ფიზიკური სივრცის წილი მოდის ამ შემთხვევაშიც უფრო დიდი თუ მათ შორის უკვე ონლაინ? ყველაფერი ალბათ აი 90% გაყიდვების 90 მეტი არის თბილისზე და აი რაღაც პატარა წილი ხდება. დიდი წილია? თუნდაც სოციალური ქსელების შეკვეთა? ონლაინ დიდი წილია და ასევე ძალიან დიდი წილი არის სხვადასხვა ფესტივალებზე. ან ჩვენ ძალიან აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას გამოფენა გაყიდვებში, ახლა ამ კვირაშიც არის დაგეგმილი მეწარმე ქართლთა გამოფენა გაყიდვა.
ექსპოს სივრცეში მაგალითად შემდეგ თბილისობა არის შემდეგ კიდე პურის ფესტივალი და ვცდილობ რომ ყველა ფესტივალში ჩავერთო და ძალიან დიდი გაყიდვები არ გვაქვს ხოლმე, იმიტომ რომ იქ უკვე მომხმარებელი მოდის შენთან, განწყობილია, საფესტივალო სივრცე არის, ახლა განწყობილია რომ რაღაცა ბავშვისთვის შეიძინოს, მასტერკლასებიც გვაქვს ადგილზე და აი განწყობა არის აი დროის დატარების გართობის და სწორედ ამისთვის არის ჩვენი პროდუქტი შექმნილი და ვინ ქმნის ამ პროდუქტს? თან ხელნაკეთიაო და ესე იგი თავისებურად რაღაც ცოტა კიდე უფრო სხვაგვარ სპეციფიურ შრომას მოითხოვს. Რამდენი ადამიანია ამ პროცესში ჩართული? ამჟამად როგორც არააქტიურ თვეს შედარებით, ეხლა მყავს 2 დასაქმებული, მაგრამ სეზონურად აქტიურ პერიოდებში 10-ან მეტი დასაქმებული მყავს ხოლმე, მათ შორის არიან კონსულტანტები და ასევე ისინი, ვინც ქმნიან პროდუქტს. პროდუქტის შექმნა, რა თქმა უნდა, გარკვეულ უნარებს მოიცავს, რომელსაც ჩვენ ადგილზე ვასწავლით. ასევე ის თანამშრომლები, რომლებიც შემდეგ უკვე მუდმივად არ არიან ჩვენთან დასაქმებულები, პერიოდულად, როდესაც დიდი მოთხოვნა გვაქვს და ძალიან უფრო ძირითადად სტუდენტებს ვასაქმებ ხოლმე, იმიტომ რომ ეს სახალისო საქმეა, ახალგაზრდა გოგოებს რომ მოწონთ და თვითონაც რო ეს თქვა ეხალისებად გაკეთება და იმ პერიოდში ვიხმარ ძველ თანამშრომლებსაც, ასე რომ ამ ხრივ რაღაც გარკვეული ბაზა მაქვს და თითქმის ყოველ წელს აი ამ პერიოდში ზედ ოქტომბერ-ნოემბრიდან ვაკანსიას ვაცხადებ ისევ მოხატვების პოზიციაზე, იმიტომ რომ მოხატვები არის ყველაზე რთული და ხანგრძლივი პროცესი ჩვენს საქმიანობაში. და ყოველწლიურად ალბათ ათასობით, ვთქვათ, პროდუქტის, ინდივიდუალური პროდუქტის გამოშვებას უზრუნველყოფთ, ხო? კი, ნამდვილად. იქნება პატარა რიცხვი. ნინა, ნედლეული იმიტომ რომ თავისებური სპეციფიური მიმართულება გაქვთ არჩეული, შესაბამისად ალბათ ხელმისაწვდომობა არც ისე არ ვიცი თქვენ კითხავთ ამის შესახებ რამდენად არის ეს ყველაფერი ქართულ ბაზარზე თუ მათ შორის გჭირდებათ რომ იმპორტი დაიხმაროთ ასე ვთქვათ ნედლეულის შესყიდვის პროცესში. კი, ეხლა შემდეგ ფასებზეც გადავიდეთ. ეხლა უკვე მეტნაკლებად არის ქართულ ბაზარზე ის ნედლეული, რომელიც მე მჭირდება, უბრალოდ არჩევანი არის, თორე თავდანაც იყო, მაგრამ ძალიან მწირი რაოდენობით. თან რადგან ეს პროდუქცია უკვე მოთხოვნადი გახდა და ბევრი საკონდიტრო და ადამიანი აწარმოებს, საკონდიტრო მაღაზიებმაც დაიწყეს შემოტანა. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ არჩევანი საზღვარგარეთ გაცილებით უფრო დიდია. ბიუჯეტში ჩვენთან როგორც ყოველთვის ყველაფერი უფრო ძვირი გამოდის. იმ მაგალითად თუ ერთის პატარა საღებავი ევროპაში ღირს 5 ევრო და ერთი ორცხობილა ღირს ასე ვთქვათ ასევე 5 ევრო, მე საღებავში ვიხდით 15 ლარს და ორცხობილას ვყიდი 5 ლარად მაგალითად. აი რო შევადაროთ მზა პროდუქტი, მე რო 5 ლარია საშუალო ფასი? საშუალოდ კი, ანუ 5 ლარიანებიც გვაქვს, 6-7, 3 ლარიანებიც გვაქვს, მაგრამ აი ფასებს რო ვადარებ ჩემი უცხოელი კოლეგები, როდესაც გაყიდვები აქვთ ხოლმე და ევროში, ანუ რაც ევროში ვდებთ ფასი, დაახლოებით მეც იგივე მაქვს. თუმცა ნედლეულს ისინი ყიდულობენ ევროში და არის მათთვის ეს ევრო და ჩემთვის არის, რა თქმა უნდა, კურსის მიხედვით და კი, შემოსავალიც და ხელფასების გაცემაც თქვენ გიწევთ ლარში და შესაბამისად. კი, მე ლარში მიწევს და ანუ შესაბამისად ისინი სამჯერ ნაკლებ ფასში ყიდულობენ ნედლეულს ესე გამოდის და სამჯერ ძვირად ყიდიან პროდუქტს ვიდრე მე აქ. ხომ არ გაძვირდა? აი ბოლო თუნდაც ერთწლიანი პერიოდი რომ ავიღოთ, იმიტომ რომ ნედლეულის გაძვირებაც მათ შორის იგივე საქსტატის მონაცემებით და გლობალურ ბაზარზეც არის ეს დინამიკა, რომ კონკრეტული განსაკუთრებით კონდიტერისთვის საჭირო ნედლეულს გულისხმობ იწევს ზემოთ ფასები და გარკვეულწილად მახსოვს გასულ წელს დეფიციტიც იყო იგივე რაღაც პერიოდი კაკაოზე და ფასმა უეცრად აიწია და ასე შემდეგ. აი ეს турბულენტობა როგორ გაჭერინებთ ფასებს ასე ვთქვათ. თუ გიწევთ მაინც რომ კი, ძალიან მიჭირს ფასების დაჭერა, იმიტომ რომ რაც დაიწყო საქმიანობა, იმის შემდეგ ან დაახლოებით გასამაგდა ფასები ყველაფერზე და თვითონ პროდუქტის ღირებულებას ესე ძალიან ვერ ვზრდი, იმიტომ რომ აი მომხმარებლისთვის ის პირველადი საჭიროების პროდუქტების რო შეიძენს და კიდევ ეს დამატებითი პროდუქტი რომ შეიძინოს, რომ ცოტათი ხელმისაწვდომი გავხადოთ, მაგრამ ამავდროულად არ იყოს ისეთი ფასი, რომელიც ჩვენ დაგვაზარალებს, ამიტომ ვცდილობ, რომ რაოდენობა გავზარდო, ანუ წარმატება გავზარდო და შესაბამისად ამით შევინარჩუნო ის ბრუნვა, რომ კომპანია არ დაიხუროს. ანუ იჭერთ ფასს. კი, ყველანაირად ვცდილობ, რომ დავიჭირო. ან ვცდილობ, რომ მაგათად უფრო იაფი მომწოდებლები მოვიძიო იგივე შეფუთვების მხრივ, მაგათად ან რაღაცის ხარჯზე გავაიაფო პროდუქტი, რომ თვითონ ხარისხი არ დაეცეს და შესაბამისად აი ფასიც ისეთი იყოს, მისაღები იყოს მომხმარებლისთვის. თუმცა ფასები მართლა ისე იზრდება და
ასევე უკვე მზა პროდუქტებზეც საკონდიტეროებში ზოგჯერ ისეთი ფასებია ხოლმე, რომ მე თვითონაც გაოცებული ვრჩები, მაგრამ იმის უკან რო ვიცი რაც ხდება, აი ნამდვილად ძალიან რთული არის დღესდღეობით ხარისხის და ფასის შენარჩუნება. კი ბატონო და ნელ-ნელა უნდა დავასრულოთ ჩვენი ეთერიც და გეგმები უნდა მოვიკითხო აუცილებლად, სანამ დაგემშვიდობებოდეთ გაფართოების და განვითარების ნაწილში. რა სტრატეგია აქვს ახლა ბრენდს არჩევ? ნამდვილად ვაპირებთ გაფართოებას, ოღონდ ეს იქნება ცოტა სხვა კუთხით და არ იქნება იმ კუთხით, რა კუთხითაც ახლა ვარ წარმოდგენილები. დაახლოებით ერთ თვეში ვფიქრობ, რომ დავაანონსებ უკვე და ჯერ არ მინდა ამაზე ისე თქვა ღიად საუბარი, უკვე შემდეგ ჩვენი მომხმარებელი გაიგებს თუ რა ელოდება. ეს იქნება აუცილებლად გავზრდით პროდუქციას, ასე ვთქვათ, პროდუქციის რაოდენობას გავზრდით და სახეობებს. და ეს იქნება სულ სხვა სივრცე, სადაც შეძლებენ რომ მოვიდნენ ადგილზე და აგემოვნონ ორცხობილები, ასე ვთქვათ, დაისვენონ და ასევე შეიძინონ სხვა პროდუქცია. კი ბატონო, მოვიკითხავთ აუცილებლად შემდეგ რა სიახლეს წარუდგენს ჩვენს საზოგადოებას გამოს წარმატება ნინო. ძალიან დიდი მადლობა. გუნდს, კომპანიას, მზარდ ბიზნესს, რომელიც კიდევ ძალიან ბევრ საინტერესო სიახლეს შესთავაზებს თქვენს ერთგულ მომხმარებლებს, დარწმუნებული ვარ და არა მხოლოდ მას. მადლობა. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ნინო შოშიაშვილი გამოს დამფუძნებელი იყო ჩვენთან ერთად.